ამასთან დაკავშირებით დამატებით გეცნობები. ანინა დარეიშვილს რა სტატუსი აქვს ამ საქმეში? ანინა დარეიშვილი დაკავებისთანავე სტატუსი შეიძინა ბრალდებულის, თუმცა შემდგომში რალი არ წაგიყენებია და ბრალდებული როგორ არის კონკრეტული ვადები ხო აქვს? ბრალდებული სტატუსს ადამიანი იღებს დაკავების დროსაც და მათ შორის ბრალის წარდგენის დროსაც. თუ კი პირს ბრალდება არ წარდგენია ამ ვადაში, იგი დაკავებიდან იქნა გათავისუფლებული. შესაბამისად, ბრალდების მხარეს ახლა აქვს გარკვეული ვადა, გადაწყვეტეს მას წარედგინება. ანონსებთ რომ ბრალს წაუყენებთ? არა, არაფერს არ ვაანონსებთ. არაფერს არ ჯერჯერობით არაფერს არ ვაანონსებთ. გამოძიება მიმდინარეობს, თუ რაიმე დამატებით დეტალი გახდება ცნობილი, თქვენც აუცილებლად გაცნობთ. სტატუსით არ სარგებლობს ანინა დარეიშვილი, ხო? ანინა დარეიშვილი უკვე დააკავეს და გათავისუფლდა. გათავისუფლდა. ბრალი ჯერჯერობით არ წარდგენია. ადვოკატი ვერ იქნება, იმიტომ რომ მოწმედ იქნა დაკითხული უკვე. ოჯახის წევრის წინააღმდეგ არ აქვს უფლება არ მისცემს ჩვენს კონსტიტუციაში. კონსტიტუციაში არას ამს აქვს თავისი გასაგებია. ანინა დარეიშვილთან დაკავშირებით ჯერჯერობით ის ვადა ეს ვადა ჯერჯერობით გვაქვს. კარგით, ეხლა ხო ბაჩვახალაია საქმეზე. საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მისცეს რა თქმა უნდა. ოჯახის წევრის წინააღმდეგაც მათ შორის. შესაბამისად მოწმის სტატუსით ვერ ისარგებლებს. ეს სტატუსი ვერ იქნება. ქალბატონო ნანუკა, მისი სამართლებრივი სტატუსი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. ბრალდება წარედგინება თუ არა, ამას აქვს თავისი ვადები. რა ვადები?